მოგესალმებით ხალხო, მოგესალმებით და მინდა გითხრათ რომ უნივერსიტეტის რექტორი გახლავთ ჩვენი სტუმარი და გულწრფელად გავუნებით გასულ კვირას აი რაღაც კასკადი იყო აი ამ უნივერსიტეტის გარშემო და აი მოხარული ვარ ლადო დამთავრდი და ჩვენი სტუმარი გახდი ის რაც ხდება დღეს უნივერსიტეტის გარშემო ყოველად აღმაშფოთებელია და ყოველად უმსგავსო საქციელია ჩვენი საბჭოთა მერიისაგან ჯერ ერთი დაიწყეს და მასობრივად უნივერსიტეტის გარშემო მიწებს ყიდიან სასაფლაოებად და ეს არის აი ქაჯობის ჭერია რა აი დაფინანსების პრობლემა ალბათ უყურებდით თქვენს რომ სერიოზული პრობლემები აქვს უნივერსიტეტის ხალხო დაფინანსების თვალსაზრისით და მოხარული ვარ ლადო რომ ჩემი სტუმარი ხარ და ეგება დეტალურად გავიაროთ ეს ორივე საკითხი ეს არ არის მარტო უნივერსიტეტის საკითხი ეს ქართული საზოგადოების პრობლემაა მადლობ და გისმენთ რომ გესწრეთ დიდი მადლობა საღამოშვიდობის ძვირფასო მაყურებლებო პირველ რიგში დღეს დიდებული დღეა წმინდა ნინოს და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს ცოტა მძიმე თემებზე მაქვს სასაუბრო რადგანაც ეს ეხება უნივერსიტეტის საწყოს მის მომავალს და ეს არ არის მარტო უნივერსიტეტის პრობლემა ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების პრობლემა ჩვენი სახელმწიფოებრიობის პრობლემა იმიტომ რომ ეს არის კერა სადაც ახალი თაობები აღიზრდება, სადაც ახალი ინტელექტი ყალიბდება და რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის ხვალინდელი დღე. საუბარი რაზეა? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როგორ ფარდოვდება საბურთალოში სასაფლაო და იქ საკმაოდ ახლოს ამ სასაფლაოსთან არსებობს უნივერსიტეტის კორპუსები. რომელთაც საფუძველი ჯერ კიდევ 60-იან წლებში ჩაეყარა. ჩვენთვის შემოდგომის ბოლოს ეს სადღაც იყო ახლა ვეგეთქვით ოქტომბრის ბოლოს გახდა ცნობილი რომ ისიც მეგობრებმა არაფორმალურად შინაურად მერიას გაუყიდია რაღაც მიწები. ხო, ამიტომ საჭირო იყო რომ ახლა ჩვენ ვერანაირ რეაგირებას ვერ გავაკეთებდით, მანამ სანამ არ გავიგებდით რა მიწებზე არის ეს საუბარი. და ეს არის სწორედ ის მიმდებარე მიწები, რომელიც ემიჯნება საბურთალოზე უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას. პრაქტიკულად უნივერსიტეტის სივრცეს. იქ 2 წლის წინ, 3 წლის წინ ჩატარდა გამწვანებით სამუშაოები. ეს იყო პატრიარქის ლოცვა კურთხევით, მონაწილეობდა იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლები, მერის ხელმძღვანელობა, სტუდენტობა, პროფესურა, იქ მწვანე ნარგავები გაშენდა და ამ ტერიტორიაზე ლაპარაკი 62,000 კვადრატულ მეტრზეა ლაპარაკი. ეს საკმაოდ დიდი ფართოა და პრაქტიკულად ეს არის უკვე მომდგარი უნივერსიტეტს ანუ პრაქტიკულად არაფერი აღარ უშლის ხალხს რომ სასაფლაოს შემდეგ იქნება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. ახლა არანაირად ეს არ ჯდება საუნივერსიტეტო სივრცესთან არ არის და ჩვენ როდესაც გავიგეთ რომ ეს პრივატიზაცია შემდეგ დავიწყეთ შესწავლა ვინ გახდა და საჯარო რეესტრიდან მოიპოვეთ ძალიან მწირი ინფორმაცია მხოლოდ იმის შესახებ თუ ვინ გახდა მფლობელი და შემდეგ გადაუგზავნეთ ოფიციალური წერილი ქალაქის მერიას რომ მოეცა განმარტება ამ პრივატიზაციას თუ ქონდა რაიმე პირობა რომ იქ არ ყოფილიყო რაღაც ისეთი საქმიანობა წარმართული რომელიც ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის ნორმალურ საქმიანობას და მივთვით კიდევაც სხვა არ დაგეგმილი სასაფლაოს ეს ბუნებრივია წერილი წავიდა, გამოიყენეს ერთი თვის ვადა, სადაც ისევ დროში გაიჭიმა და სულ ბოლოს ერთი კვირის წინ მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ პრივატიზაცია მოხდა ყოველგვარი პირობის გარეშე და ამიტომ იქ რაც შეუძლია მეწარმე შეუძლია ყველაფერი გააკეთოს. ახლა როგორც ირკვევა, გაირკვა რომ იქ თურმე უბის უფლებაც აქვს მიცემული რომ არა მარტო სასაფლაოს გაზრდა მოხდეს, გაფართოება, არამედ იქ რაღაც რიტუალური კომპლექსიც გაკეთდეს. მანქანების გასაჩერებელიც, ანუ პრაქტიკულად ეს არის რომ უნივერსიტეტ და ამ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ეს არ არის უბრალოდ ბიბლიოთეკა ძვირფასო მაყურებლებო, ეს არის საგამოცდო ცენტრიც უნივერსიტეტის, სადაც წარდება საერთო საუნივერსიტეტო გამოცდები. ანუ პრაქტიკულად ნიშნავს რომ სტუდენტი აი სასაფლაოზე გავლით უნდა მივიდეს საგამოცდო ცენტრში. რა თქმა უნდა ეს მანქანების გასაჩერებელი თუ გაკეთდება ეს არანაირად ჩვენ სტუდენტობას არ შეეხება, იმიტომ რომ არ ყავს ჩვენი იმდენი სტუდენტი რომელიც მანქანით მივა საკუთარი მანქანით გამოცდების ცენტრში რომ გააჩეროს მანქანა.
ასე რომ ეს არის სწორედ გაუგონარი რამ, რადგანაც სხვა თუ არაფერი, ახლა ერთი არის კანონი და მეორე არის ის გამწვანების ზოლი, რომელსაც სტატუსი აშკარად მოეხსნა, ესე ვერ მოახდენენ მის პრივატიზაციას. ეს განსაცდელი ეშმაკურად არის გაკეთებული, ბატონო დავით, ჯერ უნდა მისცე გამწვანების სტატუსი, რომ დაინტერესებული სუბიექტები ჩამოსცილდნენ ამ სფეროს, იცოდნენ რომ თითქოს ეს გამწვანების ზოლია, მე ამას უნდა ჩუბად მოუხსნა, მე რაღაც ერთი კვირით ადრე შექმნა ფირმა, რომელიც როგორც ადრე კეთდებოდა, ეს ფირმა ზუსტად ასეა, იმიტომ რომ საერთოდ მისი მაჯისცემა არის ინჯება და მე გაამარჯვებინო. ხო, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ამ შემთხვევაში მე არანაირად არ ვეხები არც ამ ფირმას, არც მის საქმიანობას, ეს მათთვის ბიზნესია, რაც მეტი მოკვდება, მით მეტი ფულს იშოვიან ეს ადამიანები. ჩვეულებრივი ბიზნესია, სამწუხაროდ ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ მეორე მხრივ არის უნივერსიტეტის ინტერესები და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, ეს არის არა უბრალოდ უნივერსიტეტის ინტერესები, ეს არის ქვეყნის ინტერესები. ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ განცხადება, რითაც მივმართეთ ქალაქის ხელმძღვანელობას, მერიას, საკრებულოს, რომ მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები გამოიყენონ ამ საკითხის დასარეგულირებლად. მე ვფიქრობ, რომ არც საქართველოს მთავრობა და არც საქართველოს პარლამენტი არ უნდა დაელოდოს ამ გადაწყვეტილებებს, მათაც უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ ეს ყველას უნივერსიტეტია. უნდა გვაუწყდება, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან როგორც სხვადასხვა პარტიაში, მთავრობაში, პარლამენტში, ქვეყნის ხელმძღვანელობაში, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა ვალია რომ გულთან მიიტანოს ეს პრობლემა. თვითონ მერიაში ძალიან ბევრია უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უნივერსიტეტელი როგორც ასეთი და რომც არ იყოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ამასაც რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის მოქალაქეობრივი ვალია. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი ესეთი მწვავე პრობლემა, რომელზეც ევალოდები ძალიან მალე რეაგირებას, როგორც ქალაქის ხალი პასუხის მეტი არაფერი არ მიიღო. მეტი ბუნებრივია მოვიდა შრალი და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთე საჯარო განცხადება, რადგანაც უკვე დოკუმენტებით დასტურდება, რომ მერია მიმოქმედა, ასე ვთქვათ, არანაირი თანხა არ ფიქსირდება და ამ შემთხვევაში გულწრფელად რო გითხრათ, მე ეს თანხა როგორც უნივერსიტეტის დირექტორს ნამდვილად არ მაინტერესებს. ჩემთვის თავარი არის, რომ უნივერსიტეტს არ შეეშალოს ფუნქციონირება და ეს იყოს ადეკვატური ახლა. იცით ადამიანები ჩვენ ახლა ამ ქვეყანას ვერ გამოვეკიდებით, ადრე თუ გვიან ყველა იმ ქვეყანას წავალ და რა თქმა უნდა სასაფლაოს თავისი დატვირთვა აქვს და ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი დატვირთვა. მაგათია რა, მთელ სოფლიოში აკაცო ეს ნორმა და მიღებული და ჩვენთანაც თავის დროზე ეს მოხადვეთი ამით მას გაიხსნა. წყლობით იყო დისკუსია. არ შეიძლება ქალაქს ამიტომ ხაზს უსვამ, რომ მე ნამდვილად სასაფლაოს როგორც ასეთი წინააღმდეგი როგორ შეიძლება ვიყო ნებისმიერი ნორმალურად მოაზროვნე მიცის ამას რა დატვირთვაც აქვს, მაგრამ რაღაცნაირად უნდა გაემიჯნოს სხვადასხვა ქალაქის ცენტრია რა, ლადო ეხლა სხვადასხვა სფეროები და ვფიქრობ, რომ ეს ამ შემთხვევაში გადადება არ შეიძლება და დროზეა სამოქმედო. იმიტომ რომ ცნობილია იქ ახლა რაც კერძო სასაფლაოებია, ყველგან ძალიან მაღალი ფასებია, ეს საკმაოდ ისეთი შემოსავლიანი ბიზნესია. ამიტომ ჩვენ ბოლომდე შევეცდებით კანონის ფარგლებში მაქსიმალურად დავიცოთ უნივერსიტეტის ინტერესს. ეს ახლა მშრალი ინფორმაციით კი უნდა დავიცოთ, მაგრამ უკვე უფრო ემოცია უნდა ჭარბობდეს, ვიდრე მშრალი ციფრები და სტატისტიკა. ერთი ქალაქის ცენტრი, არ შეიძლება, ქალაქის ცენტრია რა, ვთქვათ ეს ცენტრალური მაგისტრალიდან რა არის 1 კილომეტრია თუ ეს უნივერსიტეტის ქუჩა, საერთოდ ესა უნივერსიტეტის ქუჩა. თავის დროზე არა, ასე ქვია უნივერსიტეტის ქუჩა, მაგრამ ახლა დღეს უბრალოდ სასაფლაოს ქუჩა რო ერქვა ჯობია. უნდა დაერქვას, როგორ შეიძლება. მე ზუსტი სტატისტიკა არ მახსოვს. იქ თქვენთან მაღრიბ კორპუსში 30% სწავლობს სტუდენტობის თუ რამდენია? თუ გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ჩვენი საერთო რაოდენობა ჩვენი სტუდენტობის სადღაც მოდის, ახლავე გეტყვით, სადღაც ჩვენი სტუდენტობის იქნება 30% ნამდვილად არ არის, ნაკლები იქნება სადღაც 20%. აი, ცოტა სპეციფიკური ფაკულტეტები, ეკონომიკური. იქ არის ჩვენი რამდენი, ახლა იქ არის რამდენიმე რამ თავმოყრილი. ეს მიგითხარით, რომ უშუალოდ ემიჯნება ბიბლიოთეკას, რომელიც იგივე საგამოცდო ცენტრია. იქვე არის ჩვენი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის კორპუსი, სადაც ეს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი აერთიანებს ადრე არსებულ რამდენიმე ფაკულტეტს. იქვე არის მაღლები კორპუსი უნივერსიტეტი, სადაც ეკონომისტები არიან. იქ არის ჩვენი გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი და ეს საერთოდ ისიც ახმული როგორც საუნივერსიტეტო სივრცე.
ახსოვს თავის დროზე საერთოდ იქაპირებდნენ გადატანას ეს მოძველება. იყო ეს მოსაზრება, ახლა რა თქმა უნდა ამას პერსპექტივა არ აქვს, თუნდაც იმიტომ რაც იქ ხდება. ამიტომ ჩვენთვის დღეს თავარი არის ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს უნივერსიტეტს დაკავშირებული იმასთან, რომ ბატონ დავით სარგებლობ ახლა თქვენი ეთერი და ხაზი მინდა გაესვას. უნივერსიტეტს პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსება არ აქვს. ვართ სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო პირდაპირ დაფინანსება არ აქვს. ფული რომელიც ჩვენთან შემოდის, ეს არის სტუდენტის ძირითადი თანხა არის სტუდენტის მიერ მოტანილი ფული. სტუდენტს ეს მოაქვს ან გრანტის სახით თუ გრანტს მოიპოვებს ბიუჯეტიდან, ანუ ბიუჯეტი სტუდენტს აძლევს, უნივერსიტეტს არა. და ან ოჯახიდან თუ გრანტი ვერ მიიღო, ან ნაწილობრივ გრანტი, ნაწილობრივ თანხა და აგრეთვე ჩვენ შემოგვდის ის დაფინანსება, რომელიც არის მეცნიერების მიერ მოპოვებული გრანტები. ყველა მისამართული არის ეს თანხა. ამიტომ ჩვენ უნივერსიტეტს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც გვინდა რომ გადავწყვიტო, დაკავშირებულია ჩვენ ფინანსურ სიმწირესთან. დაპირისა რატო არა გაფინანსება? არ არის ასეთი რამე, იცით, ძალიან საინტერესო წინადადება შემოიღო ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა, როდესაც ის ჯერ კიდევ მინისტრი იყო განათლების და მეცნიერების, სადაც მთავრობა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ 17 სპეციალობა დაფინანსებულიყო პირდაპირ. მაგრამ ეს სტუდენტთან არის და სტუდენტს არის მიმული. აი მაგალითად გამოიყო თანხა რომ ფიზიკის ფაკულტეტი ფიზიკის მიმართულებით 100 სტუდენტზე, მაგრამ ჩვენთან ჩააბარა 80-მა. 100-ის ფული არ მიგვიღია, მივიღეთ 80-ის. ანუ მაინც სტუდენტს არის მიმული ეს თანხა. ესე თანხებით საქმე ვერ გაკეთება, იმიტომ რომ ევროპულ საუნივერსიტეტო სივრცეში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდირება უნივერსიტეტების განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე დეკემბერში გავხდით სევილიაში, სადაც სევილის უნივერსიტეტთან, რომელიც ესპანეთის სიდიდითაც და სიძველითაც მეორეა, დაფუძნებულია 1505 წელს და ამ უნივერსიტეტთან გავაფორმა ჩვენმა უნივერსიტეტმა ორი ხელშეკრულება, გაცვლითი პროგრამები და თანამშრომლობასთან დაკავშირებით. და საუბრის დროს ვკითხე სევილის უნივერსიტეტის რექტორს, თუ როგორი არის ამ უნივერსიტეტის დაფინანსება, მისი სტრუქტურა. და მან მითხრა, რომ 60% უნივერსიტეტის დაფინანსებისა მიიღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პირდაპირ. დიახ, მხოლოდ 10% მოაქვს სტუდენტებს. აი 60, დანარჩენი 30 არის გრანტები და შემოწირულობები. ანუ იქ რაც 60%-ია, ჩვენ სტრუქტურაში არის 0. ახლა ეს პრობლემა ძალიან სერიოზული პრობლემა არის, იმიტომ რომ პრაქტიკულად მოქნილობის საშუალება არ აქვს და არის შესანიშნავი იდეები, შესანიშნავი წინადადებები, მაგრამ უფლების გამო ჯერჯერობით ამას ვერ ვახორციელებთ. აქ კიდევ ერთი მომენტი არის. სევილის უნივერსიტეტის რექტორთან საუბრისას გაირკვა ასეთი რამე, რომ ამ 60% დაფინანსებით ის ფარავს ხელფასებს, კომუნალურ გადასახდელებს და სამეურნეობო ხარჯებს. ანუ პრაქტიკულად სახელმწიფოს აქ აღებული ეს ტვირთი, რომელიც არის ძალიან სერიოზული ტვირთი უნივერსიტეტისთვის. ახლა ძვირფასო მეგობრებო, აქ კიდევ ერთი პრობლემა შეიქმნა. ჩვენ ბიუჯეტში ზის ასეთი თანხა 4.300.000 ლარი, რომელიც თავისთავად დიდი თანხა არ არის, მაგრამ ჩვენი უნივერსიტეტი დიდია, ქვეყნისთვის დიდი არა. ეს არის თანხა, რომელთაც ფინანსდებოდა მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ინსტიტუტები. ეს არის 14 ინსტიტუტი, რომელიც შემოუერთეს ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ჩემი წინამორბედის სასახელოდ უნდა ეთქვას, რომ მას ეს ინსტიტუტები არ დაუხურია, განსხვავებით სხვა უნივერსიტეტებისა, სადაც ასეთი ინსტიტუტები დახურეს. ეს არ დახურულა, მაგრამ ისინი სავალალო მდგომარეობაში არიან და დღეს ეს 4.300.000-ით სამათხოვროდ აღმოჩნდა თანხა. იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს 4.300.000 წირი დაფინანსებაა, მაგრამ ეს იყო რაღაც ბაზური დაფინანსება. ამით ახერხებდნენ ინსტიტუტები კომუნალური გადასახდელების გადახდას. 300.000 გამოდის ერთ ინსტიტუტზე, თვეში 30.000. აი გამიგეთ რაზეა? ნუ ეს იყო კომუნალური გადასახდელების დაფარვა და მცირედი თანხები იყო ხელფასები. სადღაც ხელფასი არის 150-200 ლარი. ანუ ეს რო თქვა ბაზური დაფინანსებისთვისაც სასაცილო თანხაა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ესენი არიან დაფინანსების პრობლემის წინაშე. ღიად გასა საკითხი, ამაზე თქვენ ეთერში ყავდათ უკვე გიორგი კვესიტაძე და თემურაზ ნანიშვილი, აკადემიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, მათი საუბრეს. ანუ პრაქტიკულად ახლა გადაყავთ ასეთ პროგრამულ დაფინანსებაზე. იძახიან სამინისტროში, ეს იგივე ბაზურიაო, მაგრამ თუ ბაზურია, მაშინ ეს დაფინანსება ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. ანუ ბიუჯეტში მემიზის 4.300.000, რომელიც არ მიმიღია. ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი აქვს და ახლა არის სამთვიანი პერიოდი და ამ სამთვიანი პერიოდში უნდა გადაწყდეს რა პროგრამები შეირჩევა და რა არა. მაგრამ ბატონ დავით, ახლა თვეთავდება ხელფასები მაგ გასაცემა.
სიტუაცია არის ასეთი ძვირფასო მეგობრებო. კომუნალური გადასახდელებით მე გადავიხადე სხვა სახსრებიდან. აი, იმიტომ რომ ინსტიტუტებში წყალი არ გაითიშოს, შუდენი არ გაითიშოს და ასე შემდეგ. სამთარეა. მაგრამ ხელფასებს ვერ მივცან. არა მაქვს მე იმის ფული და თუ არ იქნება ეს 4.300.000 რაც არის განსაზღვრული და მე ჩვენეთ ერთს ვიყენებ დღევანდელ მოსვლას მეტასტუმრად რომ თქო განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეს პრობლემა გადაწყვიტოს არ შეიძლება თუნდაც იმ 3 თვით ამ ხალხს კონდეს ის გარანტირებული ხელფასი და არა მარტო ამ 3 თვით მეგობრებო თუ მეცნიერებაში სამეცნიერო ინსტიტუტს არ ექნება ბაზური დაფინანსება მარტო გრანტული პროგრამული დაფინანსებით ინსტიტუტები ვერ იარსებებენ. მაგით ხო არ უნდათ გააკოტრონ ეს ინსტიტუტი. იცით რა, ამიტომ არის ახლა გამოითქვა რამდენიმე საყვედური სამინისტროს მისამართით, როცა მეცნიერებათა აკადემია შეხვედრა იყო და მე არ მინდა რომ ეს საყვედური მართლაც რეალური აღმოჩნდეს. ერთიც უნდა სამართლიანობისთვის ითქვას, ორიოდე კვირის წინ უნივერსიტეტში სტუმრად მოვიდა სამუშაო ვიზიტით, გვესტუმრა მინისტრის მოადგილე, ახალი მოადგილე ბატონი გია შერვაშიძე, რომელიც კურირებს სწორედ უმაღლეს განათლების სისტემას, მას ჰქონდა ჩემთან და ჩემს მოადგილესთან საკმაოდ საინტერესო საქმიანი საუბარი და მან პირდაპირ თქვა, რომ არ შეიძლება ინსტიტუტები ბაზური დაფინანსების გარეშე, ანუ ხდება არის საკმაოდ კარგი ურთიერთგაგება და აი ეხლა რაც ხდება რომ შეიძლება დაგვიანდეს და იანვარში ხელფასები არ გავცეთ ეს გაუგებრობა არ იქნება და მოიხსნება დღის წესრიგიდან იმიტომ რომ ეს არის სერიოზული პრობლემა იმიტომ რომ ხვალ ჩვენ თანამშრომლები ამ ინსტიტუტების მოგვადგებიან ჩვენ უნივერსიტეტში მე კიდევ ერთხელ ხას უსვა კომუნალურები გადავიხადეთ მაგრამ ბუნებრივია თუ ჩვენ დაფინანსებას მივიღებთ მე ამ ხარჯებს გადავიტან და იქ რასაც მოვაკელი იმას გავხარა მაგრამ ახლა ხელფასების გაცაცემით ახლა ნამდვილად ჩვენ ამის რესურსი ახლა შემდგომ აი რეკლამის შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი ახლა SMS-ი მოვიდა ისტორიის ინსტიტუტზე რა სიტყვით და კოდვებს რო აჩუქაო მიშამაო მე არც ვიცი ეს თქვენ გეკუთვნით ეს ისტორია გეტყვით ამის შესახებ რეკლამა და რეკლამის შემდგომ ამ თემაზეც ვისაუბრებ დაგველოდეთ სამყარო სადაც ქალად დაბადება სასიკვდილო განაჩენია. დანაშაული, რომელსაც მშობლები საკუთარი შვილების წინააღმდეგ ჩადიან. ძნელია იყო ქალი დაუნდებელ მამაკაცურ სამყაროში, სადაც დაწყევლილ არსებად გთვლიან. თუმცა, ინდოეთის ღრმა პროვინციაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ბრძოლის არ ეშინიათ. დრამა, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ. ბრძოლა რეგრესულ ტრადიციებსა და თანამედროვე ღირებულებებს შორის, რომელმაც მილიონობით მაყურებელი ტელეეკრანს მიაჭაჭვა. მრავალი სატელევიზიო ჯილდოს მფლობელი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული ინდური ტელესერიალი, დაკარგული სიცოცხლე. 20 იანვრიდან, ყოველ სამუშაო დღეს, 18 საათზე, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. საჭირო, სასარგებლო, საინტერესო. დროული, მნიშვნელოვანი. ზოგჯერ უმნიშვნელო, მაგრამ აუცილებელი. ყველაფერი, რაც გჭირდებათ და გაინტერესებთ. ხანდახან განსაკუთრებული, ხანდახან ჩვეულებრივი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში მოსაწყენ. საინტერესო სტუმრები. და საინტერესო მასპინძლები. იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლს. საკუთარ ტელევიზორში. რადგან ეს დრო მთლიანად თქვენია. 13 იანვრიდან ყოველ სამუშაო დღეს 4-დან 6-მდე თქვენი დრო კავკასიის პირდაპირ ეთერში. ეს საქართველოა. ეს სვანეთი. ეს კი ის ადგილი, სადაც ხუდონ ჰესი უნდა აშენდეს. ანუ სვანეთი წყლით არ დაიფარება? ხუდონი ერთი ციდაა. ის სვანეთის ტერიტორიის მხოლოდ 0.12%-ში ადგენს. სვანეთი არ დაიტბორება. პატარებმა კარგად იციან არითმეტიკა და საქართველოს გეოგრაფია. ცოდნა, სიმეტრია, ხუდონი, მომავლის ენერგია. შეიძინეთ კომერციული ფართები სავაჭრო ცენტრ ნავთლუღში. ქეთევან-წამებულის 77. გრაკო, უძრავი ქონება. ყოველთვის პრობლემა მქონდა წყლის შერჩევასთან დაკავშირებით. თუმცა სადღესასწაულოდ აღმოვაჩინეთ ფლატე, თავისი უნიკალური თვისებებით. ფლატე, ნატურალური, მსუბუქი მინერალიზაციის სასიამოვნო გემოს მქონე, საუკეთესო პროდუქტია, არა მარტო სადღესასწაულო სუფრისათვის. შამპანიური? ფლატე.
ფლატე, ყველაზე სასარგებლო წყალი თქვენი ჯანმრთელობისათვის. Მოაჩვენა პაციენტის პირისგრო განსხვავებულია. სწორედ ამიტომ მათ სჭირდებათ ჯაგრესი, რომელიც გამოიყენება სუპერსისუფთავისთვის. ორალბის პროფლექს ჯაგრესი დრეკადი გვერდებით ერგება თქვენს კბილებს და ღრძილებს, რათა მოაშოროს მეტინადები. პროფლექს კბილის ჯაგრესი ორალბისგან, ბრენდი რეკომენდებული სტომატოლოგების უმრავლესობის მიერ. Hello. Belux. მე ვიყენებ კორეგას და უკვე დამავიწყდა, როდის ხვდებოდა საკვების ნაწილაკები პროთეზის ქვეშ. თუმცა თავიდან როცა კბილის ექიმმა მიამბო კორეგას შესახებ ვიფიქრე რისთვის, ჩემი პროთეზი ხომ არ მოძრაობს. მე ვურჩევ კრემს კორეგა. იგი საიმედოდ აფიქსირებს პროთეზს მთელი დღის განმავლობაში და ხელს უშლის მის მოძრაობას. მას მერე რაც ვიყენებ კორეგას, მე არ ვამბობ უარ სიამოვნებაზე. თქვენს გინდათ მიირთვათ ის რაც გიყვართ. სადეთ კრემი კორეგა? რეკომენდირებულია საქართველოს ორთოპედ სტომატოლოგთა კავშირის მიერ. გამორჩეული გონების დაბინდვაც კი შეუძლია გაციებას ან გრიპს. აქ არის იარაღი. შეიძლება კი რაღაც უცნაურია. არ მისცეთ თქვენი გონების დაბინდვის საშუალებას სიცხეს, ყელის და თავის ტკივილს. კოლდრექსი მაგს გრიპი ლიმონის არომატით გვეხმარება გაციების და გრიპის ძირითადი სიმპტომების დაძლევაში. ეს მოახლეა. სკინვალეა, სერ. კოლდრექს მაგს გრიპი ლიმონის არომატით. აჯობეთ გაციებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. შპს ევროპა გაზი. პროფესიონალი ხელოსნები უმოკლეს დროში და ხარისხიანად დაამონტაჟებენ თქვენს ავტომობილში მესამე ან მეოთხე თაობის გაზის აპარატურას. ეკონომია, ხარისხი და სამწლიანი გარანტია. შესაძლებელია განვადება. შპს ევროპა გაზი. 571 05 41 41. იყავი ბუნების ნაზი არომატით გარემოცული. სადაც არ უნდა იყო. რასაც არ უნდა აკეთებდე. დილიდან გვიან საღამომდე. იმიტომ რომ ზოგჯერ დღის ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი დროა. რა საჭიროა ამდენი სილამაზის პროდუქტი? იმისთვის, ამისთვის. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა. ერთადერთი რაც მჭირდება ახალი Head & Shoulders სრულყოფილი დაცვა. ის ღრმად წმენს, 100%-ამდე მათავისუფლებს კერტლისგან და ჩემს თმას უფრო დამყოლს ხდის, არბილებს. მხოლოდ ერთი ბოთლი იმისთვის, რომ თქვენი თმა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს. ახალი Head & Shoulders სრულყოფილი დაცვა. ლადო ბაბავა გახლავთ ჩვენი სტუმარი უნივერსიტეტის რექტორი და მე მართლა არ მეგონა თუ ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსება ამ დიდ და ისტორიულ დაწესებულებას არ აქვს და მართლა შოკის მომგვრელი ინფორმაციები გითხრა ახლა ბატონმა ლადომ და გაოცებული ვარ ბილად რო თქვა მე მართლა არ მეგონა თუ კი ეს განათლების სამინისტრო ესეთ ფაქტიურად რა ის ნაგალოდნა პაიკე რა რო იტყვია იცით რა ბატონ დავით ახლა მე არ მინდა რომ ასე გამოვიდეს რომ რა ქვია მე რაღაც პრობლემა მაქვს ურთიერთობის განათლების და მე ამისთანა პრობლემა ნამდვილად არ არსებობს არის საკმაოდ კარგი კომუნიკაცია მინისტრთან და მოადგილეებთან უბრალოდ არის გარკვეული მიდგომა გარკვეული განსხვავება ხედვაში მეცნიერება შეიძლება ბაზური დაფინანსება მეცნიერება ისე ვერ იარსებებს ამას მე ვიძახდი მანამდე სანამ რექტორი გავხდებოდა რექტორი ვარ ვიტყვი და რო არ ვიქნები რექტორი მაშინაც ვიტყვი იმედია მაშინ მაინც აღარ იქნება ეს პრობლემები და ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება საქართველოში რომ მეცნიერება ბაზური განვითარების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი არსებობდეს არის ზაილადო ახლა ისტორიის ინსტიტუტზე იყო საუბარი იურიდიულად ხო თქვენ სივრცეში ახლა ისტორიის ინსტიტუტი მოხდა ძალიან საინტერესო რამე ინსტიტუტის ისტორიის ინსტიტუტის შენობის პრივატიზაცია მოხდა მანამდე სანამ ეს ინსტიტუტი შემოუერთდებოდა უნივერსიტეტს ეს ყველაფერი მით უფრო მანამდე მოხდა სანამ მე რექტორი გავხდებოდი ეს ინსტიტუტები ყველა შემოუერთდეს მანამდე სანამ მე ამირჩევდნენ უნივერსიტეტის რექტორად მაგრამ ფაქტია რომ ამ ინსტიტუტის შენობის პრივატიზაცია მოგეხსენებათ ეს ახლა ქალაქის ცენტრში შესანიშნავ ადგილას ისტორიული შენობა
მოხდა პრივატიზაცია, რომ ეს ინსტიტუტიც არაფერი არ უკითხავთ და პრაქტიკულად ახლა ჯერჯერობით ინსტიტუტი იმ შენობაში არის, თუმცა იმ შენობის ყავს კანონიერი სხვა მესაკუთრე და ეს პრობლემა არის სერიოზული. და ეს ინსტიტუტი ქირას უხდის მათ? არა, ჯერჯერობით არაფერს არ უხდის, უბრალოდ ახლა ნებისმიერ მომენტში სასამართლო ძალით შეუძლიათ მათ ისიკიდან გაასახლონ. თორე ეს არის პრივატიზებული. სამწუხაროდ, მაშინ როდესაც ამ შენობის პრივატიზაცია მოხდა, იმ დროინდელი მთავრობა სულაც არ იწუხებდა თავს, აფიქრა, რომ ქვეყანას სჭირდება სამეცნიერო ინსტიტუტები. იცით, ახლაც ხანდახან ჩვენი მეცნიერებს აქვს გარკვეული ესეთი უნდობლობა ჩამოყალიბებული და მე მინდა აღვხსნა ძვირფასო ტელემაყურებლებო. უნდობლობა ხელისუფლების, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კი არ არის, არამედ ჩამოყალიბდა ეს უნდობლობა წლების განმავლობაში. როდესაც ჩარეცხეს, სამსახურები დააკარგვინეს, შენობები გაუმყიდეს, ისინი დიდი სიფრთხილით და შიშით უყურებენ აწყვეს და მომავალს. ახლა, როდესაც ეს პროგრამული დაფინანსების თემა წამოვიდა, როდესაც გაჩნდა ბიუჯეტში გარკვეული პრობლემები უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ეს ფული ჯერ მოსული არ არის, თუმცა ვიმედოვნებ დღეს მხოლოდ 27 რიცხვია და ეს შეიძლება გადაწყდეს უახლოეს 60 დღეში და ფული მოვიდეს და ხელფასების რამდენიმე დღის დაგვიანებით, მაგრამ მაინც გაიცეს იანვრის თვეში, ამის დიდი ალბათობა არსებობს. მაგრამ როცა ასეთი საუბარია, როცა თხოვენ, რომ წარადგინონ პროგრამები და კრიტერიუმები განსაზღვრული არ არის. მე მიწერე ოფიციალურად სამინისტროს წერილი და მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ მომწერა კურიოზული რამე. კომისიები რო შეიქმნება, კრიტერიუმებს ისინი დაადგენენ. კრიტერიუმი უნდა იყოს წინასწარ მე რომ მონაწილეობ რაღაც კონკურსში, მე უნდა ვიცოდე რა კრიტერიუმით იქნება შეფასებული ჩემი მიერ წარდგენილი პროგრამა, რომ შესაბამისად ეს გავითვალისწინო. როგორ შეიძლება ეს იყოს მერე, ეს უკვე სუბიექტივიზმი იქნება. ხო. ამის გარდა მოხდა ასეთი რამ, რომ ინსტიტუტის დირექტორებს იბარებდნენ და აშინებდნენ, რომ აი 70 წელს გადაცილებული ვინც არის, მე თქვენ 65 წელს გადაცილებული ისინი არ შეიყვანოთ პროგრამებში, იმიტომ რომ მაშინ პროგრამა არ დაფინანსდება. ნუ რა არის ახლა ეს? ეს არის ასაკობრივი დისკრიმინაცია, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში არის დაძლეული. ამ ასაკობრივ დისკრიმინაციას აწვებოდა ნაციონალური მთავრობა. ნუ არ უნდა დამთავრდეს მე ეს, ამაზეა ლაპარაკი. კი, არსად ფორმალურ დოკუმენტში ეს არ წერია, მაგრამ როცა დირექტორებს დაიბარებ და ასეთ თემებზე ელაპარაკები, მე ნუ გაგვიგურდება, რომ ეს გარკვეული შიში ისადგურებს ადამიანების გულში და მე ისინი ამას გამოხატავენ რეალურად. და უკვე ისეთი ფრთხილი დამოკიდებულება ხო არ გრძელდება ეს ძველი დამოკიდებულება. და აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ბატონ დავით. მეცნიერების მოწყობის თემა. აი ბატონ გია შერბაშიძესთან მე თქვი, საკმაოდ კარგი საუბარი იყო და მასთან მან ასეთი რამ თქვა, რომ სავარაუდოდ მაისში უკვე სამინისტრო დადებს მეცნიერების განვითარების სტრატეგიას საქართველოში. ეს არის შესანიშნავი რამ, უნდა გაკეთდეს, მაგრამ სანამ ეს სტრატეგია არ დაიდგება, მანამდე არ შეიძლება რამე ექსპერიმენტების ჩატარება. ანუ რეალურად მეცნიერებმა უნდა იცოდნენ რა ხდება, საით რა არის მთავრობის ხედვა, საითკენ მიყავს ქვეყანა და იქიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ახლა ჩვენთან რადარა კონცეფციები და რადარა სქემები არ მუშაობდა. მაგალითად, შეგახსენებთ, იყო ძალიან ცნობილი ასეთი დოკუმენტები, არაოფიციალური, მაგრამ საჯაროდ გავრცელებული, ეგრეთ წოდებული გეოდვალის კომისიის. ხო, დღეს ისინი ყველა გაქრა. მე ვიცოდი რომ გაქრებოდა, იმიტომ რომ რაღაცაც აქ უნდა რეალური ეკონომიკური საფუძველი და ისინი ვერ ამოქმედებდა. ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ დოკუმენტების მიმართ იყო სწორედ არა მარტო იმიტომ რომ ისინი არც ერთი არ იყო ოფიციალური დოკუმენტი, არამედ იმიტომ რომ არც ერთი ამ დოკუმენტის უკან არ დგა რეალური ეკონომიკური გათვლები. მე სკეპტიკურად უყურებდი მაგას. ახლა შემდეგი გაჩნდა რომ უნდა შეიქმნას ცენტრი. სამეცნიერო და ამ ინსტიტუტებსაც გაუჩნდათ ისეთი მელოდინი, რომ ეს ცენტრი რო შეიქმნება, აი გადავლენ და კარგ დაფინანსებას მიიღებენ. ახლა ერქვა რომ ის პროექტები რომელიც დაიგზავნა არც ერთი არ აღმოჩნდა მოსაწველი სამეცნიერო სამყაროს და გასაგებია რატომაც. იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ხელოვნური დოკუმენტები. მაგრამ ეს მოლოდინი ხო არსებობს. მაშინ როდესაც დიდი ალბათობით ალბათ ცენტრი თუ შეიქმნა სულ სხვა სქემით შეიქმნება და ეს ინსტიტუტებს როგორც ასეთი საერთოდ არ შეეხება. ამიტომ ეს ჩვენც უნივერსიტეტსაც გვაყენებთ ზემო მდგომარეობაში. შეიძლება მე ინსტიტუტის დირექტორები მომართავენ რომ აი თქვენ უნივერსიტეტი რაში გვიდგას გვერდზე. ვეფასო მეგობრებო, იმაში გიდგათ რომ თუნდაც აგერეთ სექტემბერში ყველას კომუნალური გადასახდელები ჩვენ გადავიხადეთ. თუნდაც იმაში გიდგავართ რომ ბოლო წლებში 1.300.000 დავხარჯეთ სტუდენტების მოტანილი ფულიდან, რომ თქვენთან რაღაც რემონტი ჩაგვეტარებინა, თუნდაც მინიმალური, მაშინ როცა ჩვენ თვითონ საუნივერსიტეტო სივრცეში აუდიტორიები გვაქვს კატასტროფულ მდგომარეობაში. ახლა რაც გვაქვს იმ რესურსებით ვეხმარებით.
მაგრამ სწორედ ამიტომ ვიძახი, რომ უნივერსიტეტებს სჭირდება ბაზური დაფინანსება, რომ იყოს მეტი თავისუფლება. უნებრივია ამ დაფინანსებას უნდა მოყოს შესაბამისი კონტროლი და ბიუჯეტს ამტკიცებს უნივერსიტეტში არჩევითი ორგანო, სენატი. ამას რექტორი კი არ ამტკიცებს. რექტორი არც არის სენატის წევრი და მას მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით შეუძლია სენატის მუშაობაში მიიღოს მონაწილეობა. ახსნა განმარტება მისცეს, თორე კენჭისყრაში რექტორი არ მონაწილეობს. ასე რომ აი ამ მექანიზმებიდან გამომდინარე აუცილებელია ესე დაფინანსება არსებობდეს. თუ ეს დაფინანსება არ აქვს, მე მივადგებით ამ პრობლემებს. და ამიტომ ამ ინსტიტუტებს ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი ვის რა უნდა. მხოლოდ აი ერთი-ორი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა ამ ბოლო პერიოდში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება დავუშვათ ერთმა ინსტიტუტმა სრული ინტეგრაცია უნივერსიტეტთან და ჩვენ ამას აუცილებლად დავასრულებთ უახლოეს ერთ თვეში. ერთ-ერთმა ინსტიტუტმა მე ახლა შეგნებით ვიკავებ მათ დასახელებისგან თავს. მოითხოვა რომ მას უნდა უნივერსიტეტთან ჩამოყალიბდეს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ჩვენ მხარს უჭერთ. უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს უფლება უნივერსიტეტს, ის შეიძლება ჩვენთან იყოს, ჩვენი კონტროლქვეშ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მაგრამ უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობამ. ამიტომ ჩვენ მივწერე მინისტრს თხოვნა რომ სწორედ ამ ინსტიტუტს დავეხმაროთ და ჩამოაყალიბოს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მაგრამ აი სწორედ ის როცა არ არის გამჭვირვალე თუ სტრატეგია არ დევს, სანამ ეს დოკუმენტი არ დევს, ბუნებრივია რომ იბადება კითხვა ამ ხალხს ამ სამეცნიერო სამყაროდან აქ გარკვეული პრობლემა. და ეს კიდევ რასთან არის ისეთ პრინციპიალურ მიდგომასთან. მეცნიერების მომავალი მისი ორგანიზაცია როგორი უნდა იყოს, აქ არ ვარგა მიდგომა რეფორმას ზემოდან ქვემოთ. აქ არის ერთადერთი სწორი გზა რეფორმისა ქვემოდან ზემოთ. ამიტომ რომ თვითონ მეცნიერებმა იციან რომელი მოდელი, რომელი სქემა, რომელი არის მისაღები, მთავრობამ უნდა და პარლამენტმა შესთავაზოს მას ჩარჩო. ზოგადი სქემა, ზოგადი შესაძლებლობები. თორემ მეგეთქვით მაგალითად ერთ-ერთ შესაძლებლობას. არც ერთი კანონი დაკრძალული არ არის ინსტიტუტი დაუბრუნდეს მეცნიერებათა აკადემიას. მაგრამ თუ რომელიმე ინსტიტუტი მოინდომებს რომ დაუბრუნდეს, ჯერ ერთი მოთხოვნა არ აქვს დამტკიცებული და არც არავინ არ მისცემს. საწავყვალოს მე მეცნიერებათა აკადემია. ამიტომ მე კი არ მოვუწოდებ რომ ინსტიტუტები დაბრუნდნენ მეცნიერებათა აკადემიაში, მაგრამ თუ რომელიმე ინსტიტუტს უნდა რომ დაბრუნდეს, რატო აქვს ეს ბარიერი? არა, ეგურია. ახლა ჩვენ გვაქვს საკმაოდ ისეთი საქმიანი ურთიერთობა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. დეკემბრის თვეში ჩვენ გვესტუმრა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი ქუმსიშვილი და მასთან საქმიან ვითარებაში განვიხილეთ რამდენიმე ასეთი ობიექტის უნივერსიტეტისთვის გადმოცემის და დაკანონების საკითხი. მართალია ჩვენი შეხვედრა ყველა ობიექტი ვერ მოიცვა, იმიტომ რომ შეუძლებელია ახლა ძალიან ბევრი ობიექტზე საუბარი, ეს არის უშუალოდ საუნივერსიტეტო უნივერსიტეტთან არსებული ინსტიტუტების ობიექტები. და ველოდებით, იმიტომ რომ ითქვა რომ ჩვენ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ და ველოდებით მორიგ შეხვედრას მინისტრთან მზად ვართ, თუ უნდა მინისტრის მოადგილესთან მოვიდეთ ჩვენთან უნივერსიტეტში, თუ არა ჩვენთან ვიახლებით, ოღონდ ეს საკითხების დროზე გადაწყვეტს. და როდესაც ინსტიტუტებსაც დაუკანონდებათ ეს ქონება, შემდეგ ეს ინსტიტუტებიც უფრო მეტი დობის თვალით შეხედავენ მთავრობას. როდესაც ინსტიტუტებს არ ექნებათ პრობლემა მიიღონ ბაზური დაფინანსება, მეტი იმედით და დობის თვალით შეხედავენ მთავრობას. თორე ბიუჯეტში ეს ფული არის. თუ რა შეეკითხოთ ფინანსთა მინისტრს, გეტყვით რომ არის. თუ რა შეეკითხოთ განათლების და მეცნიერების მინისტრს, ისიც გეტყვით რომ არის. აი საკამათო თუ არ არის, ფული არის. ბაზურად მიიღონ. არა, საუბარი არის ბაზური დაფინანსება. თანაც ეს 4.300.000 ძალიან მცირე. ცოტა არა. ის გაზდაზე უნდა იყოს და ეხლა თვითონ ამის მიცემა არ მიცემის საკითხი რო დგას, რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად აშინებს მეცნიერებს. აბა ეხლა აი მაშინა მეცნიერებთანაც გონე ვისაუბრე, კაცო ეხლა განათლებული კაცი ხარ. ოლიმპიადა გაგვიგია ყველას ხო? ოლიმპიადა და მე რანგირებით ოლიმპიადა, საფულის ოლიმპიადა, მაგას მოყვება მე სამთრის ოლიმპიადა, მე მოყვება ახალგაზრდული ოლიმპიადა, მე ის აი შეზღუდულ უნართა ადამიანების ოლიმპიადა. აი ახალგაზრდული ოლიმპიადა ერთ-ერთი მოდი თქვა საშუალოზე დაბალი რანგის ღონისძიება ხო საერთოში და ამ ოლიმპიადის ფესტივალი კიდე რაღაც აი ტრეტი პამოში ჩიჭორტობა მექანიკაო და აი ამ ახალგაზრდული ოლიმპიადის ფესტივალზე 80 მილიონი ლარია გამოყოფილი. რატო კაცო აკადემიას მეცნიერებას დაახარჯონ ეს? აი საბაზრო დაფინანსება ბაზური რო გაქვთ 4 მილიონს სირცხვილია. ჯერჯერობით საკითხავია. ქაღალდზე ჩვენ ბიუჯეტში გავითვალისწინეთ, მაგრამ რეალურად ეს ფული მისაღებია. რატო 80 მილიონი ფესტივალზე იხარჯება ეს? ბატონო, ჩვენ ეს 80 მილიონი ჭირდება, იმიტომ რომ ფესტივალსაც გარკვეული დატვირთვა ქვეყნის ცნობადობის დასთან დაკავშირებით, მაგრამ თავარი არის ასეთი, რომ ისეთ გარკვეული ასეთი
ცინიკური დამოკიდებულება მეცნიერების მიმართ. გავიხსენოთ, რომ ჩვენი ახალგაზრდობა თუ ოჯახში ახალგაზრდა აბარებდა ასპირანტურაში მეცნიერებაში მიდიოდა, მშობლების სიამაყედ ლაპარაკობდნენ. დღეს ადამიანმა რო თქვას მეცნიერი ვარ, რომ შეიძლება ვიყო შერეკილი არის. ხალხს არ გაატარა, ეხლა ზოალები იქნება და აი ეს ფასოვნება თუ არ გადაისინჯა ქვეყანაში, თუ არ ჩამოყალიბდა ეს რომ მართლაც არა, იცით, დიდარი მეცნიერი შეუძლებელია რომ არსებობდეს. სოფლიოში მხოლოდ რამდენიმე მეცნიერია დიდარი, ნობელის პრემიაც კი არ არის ის იმოდელების, რომ კაცი ამით გამდიდრდეს. ჯერ რამდენი კაცი შეიძლება გახდეს ნობელის პრემიის ლაურეატი, მილიონი იყო, ახლა დააკლეს ისეს თუ რამდენიმე მიიღო, განაწილდება და დიდი არაფერი არ არის და ცხოვრებაში ერთხელ დიდ რამეს მიაღწიო. და ხშირად მეცნიერები, რომლებიც მეტნაკლებად მდიდრები ხდებიან, ისინი ამ სიმდიდრეს აგროვებენ არა უშუალოდ სამეცნიერო საქმიანობით, არამედ რაღაც საკონსულტაციო საქმიანობით. ამიტომ მეცნიერებმა თავის მხრივ არ არის ეს მომგებიანი სფერო ადამიანისათვის, მაგრამ ეს არის გარკვეული სულიერება, ხო, ეს არის ადამიანები, რომლებიცაც აი ასე უნდათ რომ იცხოვრონ და რაღაცა და ეს არის მეორე მხრივ კაცობრიობის მამოძრავებელი, განმავითარებელი. ისე ვიქნებოდით სულ ბნელეთში. და ახლა რეაქციოთ ნახეთ რა საინტერესო რამეა. პრაქტიკულად ქანდაგება არ არის ჩვენი უწმინდესი და უნიტარესის რომ მეცნიერებაზე არ ლაპარაკობს. ერთადერთი ქვეყანა ვარ, სადაც ეკლესია მეცნიერების პრიმატობას უმტკიცებს საზოგადოებას. ხო, გესმით ახლა იცით ჩვენთვის მეცნიერებისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ უწმინდესი და უნიტარესი ამას ხაზგასმით იძახის, მაგრამ ეს პრიორიტეტი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკისათვის. არ უნდა ჭირდებოდეს თქვენ ეთერში თუ ნებისმიერ ეთერში თუ ნებისმიერ მედიაში იმაზე საუბარი, რომ უნივერსიტეტის წინ რატო უნდა იყოს სასაფლაო. არ უნდა გვიხდებოდეს არცაც საუბარი, რომ მეცნიერებს უნდა გქონდეთ ბაზური დაფინანსება და ეს არ უნდა იყოს ალაპარაკო. აი ბევრ ასეთ რაღაცებზე და საუბარი უნდა იყოს უფრო სხვა მატერიებზე და სამწუხაროდ ჩვენ ვართ დასული აი საკმაოდ მარტივ საკითხებზე, მაგრამ ამ მარტივ საკითხების გადაწყვეტის გარეშე საკმაოდ რთულ ვითარებაში. ეთანხმები ბადო და მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ მეცნიერებს სერიოზული დაფინანსება ქონდეთ. ახლა მე შემეცოდა, ვანო კიღურაძეც გამოვიდა და კლავთ ქართულ. ნაციონალები კლავდნენ მეცნიერებას, ქართულს. ესე კეთდება და ახლა ფიჯინას მე მახსოვს პრიორიტეტი ქონდა მეცნიერება. სადა ეს პრიორიტეტი არ ჩანს, ლადო. კარგად გამიგე, ახლა არ გეპირფერები, შენზე არაა საქმე, ის უნივერსიტეტი ჩემიც რაღაცო მეც ვსწავლობდი, ჩემი შვილიც ვსწავლობდა. 50-60 მილიონი რატო არ უნდა გქონდეს აი სწორედ საბიუჯეტო დაფინანსება. მე სევილიას აქვს 60% დაფინანსება, ხო? მე ახლა შტო პრიკინულ თუ წესით ერთი 50-60 მილიონი შეიძლება ქართულ უნივერსიტეტს რომ ფეხზე დადგეს. ჩვენ გაიგონ რა, უნდა გაიგონ. ჩვენ ეს თანხა რა თქმა უნდა გვჭირდება, ახლა ნახეთ როგორ სიტუაცია. აი ახლა მე გეტყვით რამდენიმე პრობლემა არის ისეთი, მაგალითად პირველი корпуსი იყო სავალალო მდგომარეობაში. მადლობა ბიძინაევანიშვილს, რომელმაც დაიწყო და დიდებული საქმე გააკეთა. 100 მილიონის რემონტი გააკეთა. რემონტი გააკეთა და უნივერსიტეტი რა თქმა უნდა მადლიერია. არა, პირველი корпуსი. პირველი корпуსი კი საჩვენებელია სტუმრების მისაღებია, მაგრამ ის არ არის აუდიტორია სივრცე, რომ გადაწყვიტოს საუნივერსიტეტო პრობლემა. სავალალო მდგომარეობაში მეორე корпуსი, რომელიც ორჯერ დიდია ვიდრე პირველი. ორჯერ დიდიაო. რა თქმა უნდა ვართ ისევ, რა ქვია, მათხოვრის როლში, იმიტომ რომ იმედი იმის, რომ მთავრობა ამას გაგვიკეთებს, არანაირი არ არსებობს. თქვენ ვერ წარმოვიდგინოთ, რა მძიმე მდგომარეობაში მაქვს მესამე корпуსი. ყოფილი ჩვენ დროსო სტუდენტები ვიყავ ბიოლოგების корпуსი. უმძიმე მდგომარეობაშია. უმძიმე მდგომარეობაში, რა ქვია, დავხურო სტუდენტებს რა უყო. ანარა და ჩვენი წირი რესურსებით მხოლოდ შაშან მოხერხდა მისი გადახურვა და ფანჯრების გარემონტება, რომ სიცივე მაინც არ შემოვიდა და წვიმა არ ჩამოვიდეს, მაგრამ ის თვითონ შენობა არ მოხდა სერიოზული რემონტი ძალიან მდგომარე მდგომარეობაში. მდგომარე მდგომარეობაში მეოთხე корпуსი, მერვე корпуსი. ანუ არის რაღაც ფრაგმენტები, რომელიც ამ корпуსებში არის გარემონტებული, მაგრამ მთლიანობაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ბუნებრივია რომ ეს თანხები, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ თანხებზე, საუბარია ამ თანხებზე, რომელიც ამას უნდა მოხმარდეს. მაგრამ გარდა ამისა არის გარკვეული ისეთი ბრიყული რეგულაციებიც. აი გეტყვით ახლა ძალიან ესეთი. მაგალითად, აბსოლუტურად ყველაფერზე ტენდერი უნდა გამოაცხადო. და ეს ტენდერი ხანდახან დადებითად კი არ მოქმედებს, არამედ უარყოფითად და მაგალითს მოვიყვან. ჩვენ გვაქვს უნივერსიტეტის შესანიშნავი გამომცემლობა, შესაბამისი ტიპოგრაფიული დანადგარები, კარგი სტამბა. ნუ უშუალოდ წიგნებს. ამ წიგნებისთვის გვინდა უნივერსიტეტში ყველა უნივერსიტეტში არის მაღაზია. ჩვენ პირველ корпуსში გამოყოფილი გვაქვს სპეციალურად სადაც მაღაზია. მაღაზიას ვერ გავხსნიდით, სანამ არ მოგცემდა მთავრობა უფლებას. მოიპოვებთ მე თვითონ ვთხოვე მინისტრებს მოგცეს ეს უფლება. შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი, რომ შეირჩეს ის კომპანია, რომელიც დაიწყებს. და ალბათ
მარტისთვის როცა დავიწყებთ ახალ სემეს მაღაზია გაიხსნება. მაგრამ ამ ტენდერმა გასაყიდი წიგნი გააძვირა. და გეტყვით რატომ? იმიტომ რომ ტენდერის პირობა არა, ვინც იმედს გადაეხდის, ის უნდა შემოვიდეს, არა? და საჯარო ქირა, რომელიც ჩვენ დაუწესეთ დავშვათ 560 ლარი, ტენდერის შედეგად გამარჯვებულს მოწევს თვეში 540 ლარის გადახდა. მე ჩვენ ვთხოვე, რაც შეიძლება დაბალი დაუწესო ქირა, რომ არ გაძვირდეს. ახლა ნახეთ, ის 940 ლარი ყოველთვიურად უნივერსიტეტის ბიუჯეტი რომ მიიღებს. რაში დაგვეხმარება? აპრილში, ხო? სამაგიეროდ ის 940 ლარი უნდა განაწილდეს ყოველთვიურად თვითონ გასაღებ წიგნში. ესე იგი წიგნი გაძვირდება, გაძვირდება, ხო, გითხარით, არის ბრიკული რეგულაცია. ამასთან დაკავშირებით, აი აქ კი მართლაც უნდა ითქვას, ძალიან ინტენსიურად და წარმატებით ვითანამშრომლე და ეს ინიციატივა მოდიოდა განათლების და მეცნიერების სამინისტროდან და მომზადდა კანონპროექტი ასეთი სპეციალური საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ, როდესაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღოს ასეთი სტატუსი, რაც შესყიდვებს პროცედურას შემთხვევაში გაამარტივებს და არ იქნება ეს როდის მოხდება მერეკაც. ახლა ეს კანონპროექტი იყო წარდგენილი პარლამენტში შემოდგომაზე და ჩემთვის და ალბათ ბევრი ჩემნაირისთვის გაუგებარი მიზეზების გამო მე ვერ დავადგინე. არა, თავრობამ უკან გამოიტანა ეს. და ახლა ვიმედოვნებთ რომ გაზაფხულზე მაინც ეს იქნება მიღებული, იმიტომ რომ ასეთ აი მაგალითად პრობლემა იყო უნივერსიტეტის საზაფხულო. როგორც იქნა ჩადარდა გაიმარჯვა კომპანია და ახლა ერთ-ერთი კომპანია რომელიც არის მაღლივ კორპუსში, მეათე კორპუსში შემოგვითვალა რომ ძვირია მისთვის საიჯარო ქირა და აპირებს რომ დახუროს. გაძვირდებოდა როცა ტენდერია ვინც მეც გადაეხტის ის იმარჯვებს და გამარჯვების მიზნით კომპანიამ განაცხადი გააკეთა მაღალ თანხაზე, ფორმალურად მან განიმარჯვა, მაგრამ ახლა რა ფასი უნდა დაადოს იმ კერძს, რომელსაც იმ სასადილოში გაყიდეს, სადაც ძირითადად სტუდენტი შედის. ანუ სოფლიოში ყველა სტუდენტებს მესამეს აღთევინებს და ან მე როგორ გავაკეთო სუბსიდირება საიდან? არა გაქვთ. როცა ამის ფული არა მაქვს. ბატო, არ ვიცი ახლა სვაჩეს SMS-ი მოვიდა, ხა ვერა წავიკითხე ესა, შეეკითხეო და ვერ წავიკითხე თუ პროფესორი შემომიტანს იმ შეეკითხე. სტუდენტქადაკის 3 კორპუსი იყო და სტოლულები შეასახლეს. დიახ, ეს არის რეალური პრობლემა. ჩვენ დღეს გვაქვს ერთი მცირე შენობა დარჩენილი, ისეც არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ესეც იქვეა, დიახ, კატასტროფულ მდგომარეობაში, აი პირდაპირ სასწავლე ჯერთი ძალიან მცირე რაოდენობის რამდენი ნომერია? ძალიან მცირე რაოდენობა არის. ეს არანაირად ამით საქმეს უნივერსიტეტისთვის და რა თავარია გასარემონტებელი. ახლა რა თქმა უნდა ესეც ერთ-ერთი პრიორიტეტია უნივერსიტეტისთვის და ამიტომ ჩვენ ძალიან სერიოზულად გვჭირდება უფრო ინტენსიური თანამშრომლობა ეკონომიკის და ბრალდე განვითარების სამინისტროსთან ამ ქონების გადმოცემასთან და დაკანონებასთან რომ ჩვენ იგივე პოლონებს სხვაგან ვერ გაიყვანა. პოლონებს იქ არა შეუძლებელია. უკვე შეისყიდეს. ეს ჩვენი აღარ არის. არა, ლადო რა არის ახლა თუ გინდა რომ კვალიფიციური კადრი ყავდეს, მის რინაზეც უნდა იფიქრო. სოფლიოში ყველა ნორმალური და პატრიოტული სასწავლებელი თავის სტუდენტს საბინაო რა თქმა უნდა, ბატონო დავით, ამაზეა საუბარი, რომ ამიტომ გვჭირდება ჩვენ ეს ფული თორე, იმიტომ კი არა, რა ქვია, ჩვენ საკმაოდ უკაც ფინანსურ დისციპლინას ვამყარებთ უნივერსიტეტში. ახლა მუშაობს სპეციალური მოდერნიზაციის კომისია, რომელსაც ადმინისტრაციული და აკადემიური მოდერნიზაციის გეგმა უნდა შეიმუშაოს და საკმაოდ სერიოზული მკაცრი ფინანსური დისციპლინა დამყარდება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აღებული ასეთი კურსი, რომ ხელფასებზე დანამატების ცნება არ უნდა არსებობდეს, პრემიები უნდა არსებობდეს მხოლოდ დამსახურებისთვის და არა გარანტირებული კვარტალური მეოთხე ხელფასი ან წლიური მე-13 ხელფასი, ეს იმახინჯეებია. ბაბადერა ლადო ახლა SMS-ი მოვიდა და ბოდიში დაცვას თუ მოგვიმატებთ ხელფასს საშუალო დაცვა თქვენ და რა. ძალიან დაბალი ხელფასი, ძალიან დაბალია აბსოლუტურად. არა, მაგაზე მეტია, მაგრამ ძალიან დაბალია ხელფასი. ჩვენ გადავწყვეტეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება 50 ლარით გავზარდეთ ხელფასი, რა არის ეს, მაგრამ რა ვქნათ. ვიხდით ამასაც იმ 2250 ლარიდან, რომელიც სტუდენტმა მოგვიტანა. ჩვენ სტუდენტის ფული და გასიხდა ამ სტუდენტებსაც კიდევ როგორი მდგომარეობა ბატონ დავით, იცით? ღიარ გავა რომ რექტორის მაგიდაზე არ დაიდოს განცხადება სტუდენტისა, რომელიც ითხოვს დახმარებას, გადავადებას. ჩვენ მაქსიმალურად გვაქვს სადაც გადახდაზე. გადავადება მაქსიმალურად ახლა უბრალოდ სულ ვარ გადავახტევინოთ, ამის რესურსი ჩვენ არ აქვს. და რა თქმა უნდა არსებობს გარკვეული ფონდები, ეს ფონდები არის განათლების და მეცნიერების სამინისტროში და ქალაქის მერიაში.
და თუ ისინი მათ მიმართავენ, მათ შეიძლება ნაწილობრივ ამ მთლიანად დაუფინანსო, უნივერსიტეტს ამის რესურსი არ აქვს. ამიტომ ის 2250 ლარსაც რო ვიძახი, ბატონ დავით და ძვირფასტელი მაყურებლები, ეს საკმაოდ აი სიმწირით მოტანილი ფულია რა. და ამ ჩვენ მე თვითონ როგორც რექტორმა მე მშობლები მოდიან ჩემთან, სტუდენტები მოდიან და ამ თანხებზე არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა. აი დღესაც ჩემ პოსტაში 4-5 წერილი მაინც იყო, რომელიც ამ თანხის პრობლემას აქვს. ყოველ დღე მოდიან რომ გადაგვივა და დაგვეხმარა. აი ეს არის უწყვეტ ნაკადი. არ ვიცი კაცო, მე ახლა აი არა ვარ რადიკალი, მაგრამ მე ზღაჭერ ცოტა ეჭვის თვალით უყურებდი, აი შენი რექტორობის შემდგომ შეძლებდი თუ არა რომ აი ბიუჯეტური დაფინანსებას ვერ შეძლებს მეთქი. ამ თავრობას არ აინტერესებს ეს ამ პარლამენტს არა და მე მგონი ეს ორივე მეტად უნდა გადაწყვეტოს. ოდით ასე მოვიტყვით რომ არ აინტერესებს. მე ვფიქრობ რომ ამ ბევრი პრობლემა იყო დაკავშირებული იმ პოლიტიკურ რა ქვია სიმაგინჯესთან რომელიც ქართული კოაბიტაციის სახით შეიძლება. შემდეგ შემოდგომაზე იყო ეს საარჩევნო წინა საარჩევნო პერიოდი მთავრობის დამტკიცება ბიუჯეტის დამტკიცება ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. ამ წლის ბიუჯეტში განათლებაზე და მეცნიერებაზე ხარჯები გაზრდილია, მაგრამ აქ ისევ და ისევ მივადექით გარკვეულ რეგულაციებს და პოლიტიკურ ხედვას. თუ რა მნიშვნელობა აქვს ბიუჯეტში რა თანხა ჩაიწერება, თუ არ იქნება გადაწყვეტილება რომ მეცნიერება შეიძლება ბაზური დაფინანსება. თუ არ მოგწევს აზო ეგება აი რაღაცნაირად ავიცა ავალდოროთ საზოგადოებრივი აზრი იმაზე რომ პირდაპირ დაფინანსება ბიუჯეტთან მოდიოდეს უნივერსიტეტზე 50-55 ბატონ დავით, როდესაც იწყებოდა ეს რეფორმა უმაღლეს განათლებაში და ცნობილი ლომაიას კანონი, მაშინ ყველაზე სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემა, რაზედაც მიდიოდა დაპირისპირება იმდროინდელ ხელისუფლებასა და სამეცნიერო საზოგადოებას შორის, ეს იყო საბიუჯეტო ბაზისური დაფინანსება. და სწორედ მაშინ ყველაზე სერიოზული დარტყმა მიაყენეს, როდესაც უნივერსიტეტში დახურეს მთელი რიგი სამეცნიერო ერთეულები, სამეცნიერო ერთეულები, სამეცნიერო სექტორი პრაქტიკულად თითქმის გაუშვეს, იმიტომ რომ ყველა არ გაუშვიათ, მაგრამ თითქმის გაუშვეს. და ამას მოყვა შემდეგ ის შეტევა, რომელიც განხორციელდა მეცნიერებათა აკადემიის სისტემაზე. ხო, და ახლა ესეც ამ ხალხის მეხსიერებაში არსებობს. ამიტომ მე მაინც იცით მქონდა საუბარი რამდენიმე დეპუტატთან, მათ გარკვეული მხარდაჭერა გამოთქვეს და მე ვიცი რომ ეს პრობლემა ცნობილია გაცნობიერებული განათლების და მეცნიერების სამინისტროს. დიდი მადლობა რომ დღეს ეთერში მომიწვიეთ, იმიტომ რომ არ არის ახლა უნივერსიტეტის თემა ძალიან პოპულარული ქართულ ტელესივრცეში. უნდა იყოს ლადო, კაცო, ყველა იქიდან მოვდივართ. მე მაინც ფიქრობ, არ ვიცი, მე ვფიქრობ ეს პარლამენტმა უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი, რომ აი პირდაპირ და სევილიაზე ნაკლები რატო უნდა იყოს? ბატონ დავით, უნდა გავცეთ. აი თქვენი ტელევიზია და კიდევ ვიყვები ობიექტივი, სადაც არის ასეთ თემებზე საუბარი. სხვა ტელევიზიებს ეს საკითხი თითქოს ეს რაღაცა მეასე ხარისხოვანი საკითხი არის და არ ეხება მათ შვილიშვილებს და საქართველოს მომავალს. ხელისუფლებაც ესე ფიქრობდეს როგორც სხვა არხები. დაიღუპება ქვეყანას თუ აი საბაზო ესე თქვა ესეთი ცენტრები როგორც უნივერსიტეტია, როგორც იგივე ტექნიკური უნივერსიტეტი, მათაც აი ტექნიკურ უნივერსიტეტსაც შეიძლება პირდაპირ საბიუჯეტო. ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლად შეიძლება აქ მე კარგად გამიგა დავლაპარაკო. მე უბრალოდ არ მაქვს უფლება ზოგადად ჩემი დღევანდელი სტატუსიდან გამომდინარე მე ვლაპარაკო პოცილიაცხოვისა იმ უნივერსიტეტზე რომელიც სათავეში მე დღეს ვარ, მაგრამ ეს პრობლემა არ არის მარტო ჩვენი უნივერსიტეტის. საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში რა თქმა უნდა ტექნიკური უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა არ უხის არც სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ეს პრობლემა ერთიანობაში უნდა ერთიან კონტექსტში უნდა მოხდეს. ლადო, ახლა არ ვიცი მე რომელი რაღაცა წიგნი წავიკითხე, იმისი რა ქვია, ურბანისტი იყო ერთ საინტერესო ინგლისელი ტიპი და ის წერდა რომ არ შეიძლება სასაკლაო ქალაქში აშენდეს. არ შეიძლება ამ სასაკლაოსთან ახლოს სასწავლებელი არსებობდეს. და იქვე მინაწერი ასევე არ შეიძლება ქალაქის წესში სასაფლაოების არსებობა. ურბანისტიკის ანბანია რა ეს და აი რომელ იდიოტს მოუვიდა თავში 6 ჰექტარი მიწა უნივერსიტეტის გარშემო მოიპარო და სასაფლაოსთვის გაყიდო. ნუ მე არ ვიცი ამ მერიაში ვინ ზიან და რა იჯდნენ. ეს გაის ფული დასაბრუნებელია სასწავლებლად უკანე მყიდველისთვის და ჩვენ უნდა ვეცადოთ შენერა თქვი ბიოლოგიის კორპუსი გრევის პირასას. იქ უნდა აშენდეს ეს ბიოლოგიის კორპუსი ჩვენში ეხლაცა. არა მე სხვა კორპუსზე ადრე რო იყო ჩვენი სტუდენტობის ბიოლოგია ვაკეში როა. ხო, ვაკეში, ხო. და იქ კიდევ მეორე რაც საბურთალოზე არის
ის არის დღეს საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, სადაც ბიოლოგიაც არის. ფიქრობ, რომ იქ ეცი 7-8 კორპუსი გაქვთ ასაშენებელი. კი, იქ ჩოჩი გვაქვს. ვიცი, რაღაც გაგჩოჩთან დაკავშირებით ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ რამენაირად ეს დასრულდეს და მათ გამოიყენონ ნაწილი კომერციული დანიშნულებით, რაც საჩათვლე და ნაწილი იყოს უნივერსიტეტის. საჩვენს, ახლა შეძნაბეს მაღლივში ვსაუბრობთ, დგას მაშინ ვფიქრობდი, რა იდიოტი მთავრობაა, მეტი ალვისხეები, რიგებად მაინც დაერგოთ ეს ქარდამცავება. ახლა იქ რაც დადგულია შეიძლება ის საღლადო სასაფლაო დაპირებენ რაღაც იდიოტურ ქვეყანაში ვარ მე არ ვიცი მთავრობა მართლსაგანგებო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით და თუნდაც ამის გამო ღირს რომ ეხლა პირდაპირ მმართველობა შემოვიდეს თბილისში როგორ შეიძლება 6 ჰექტარი ქალაქის ცენტრია ლადო უნივერსიტეტის ქუჩა არის ქალაქის ცენტრი როგორ შეიძლება იქ 6 ჰექტარის სასაფლაოზე გამოიყოს იცი რა არის მე ახლა მერიასაც ეს გენგებმა არასოდეს არ ქონია თაღლითურად მუშაობდა 10 წელი თორე პირიქით ხელი უნდა შეეწყოს გზა უნდა გასწორდეს და გალამაზდეს ბუღალად გვერდში არ შეიძლება ქალაქის ცენტრში თან უნივერსიტეტის ქუჩაში სასაფლაოს აშენება პარაგავ კრემატორიუმის აშენეთ იქ და უფულო ხალხი იქ მას იდიოტობამდე მიდის ეს ყველაფერი წარმატებული მინდა შემოლადო თქვენი საქმიანობა რომ იყო მინდა რომ აი სერიოზულად იფიქროს მთავრობამაც და პარლამენტმაც რომ სერიოზული დაფინანსება მიიღოს აი საბაზო საუნივერსიტეტო დაწესებულებამ საქართველოში. მე შემცვალად ვიცი ახლა გუშინ უყურებდი აჭარის ტელევიზიას. აი ხულოში აი სახიობად რო კაცი იმუშავს უკვე გმირობაა. 260 ლარი აქვს ხელფას სახიობს. საშინელება ლადო ეს სპასპეროა იცი ამას პედალირება უნდა პირიქით იცი 1500 ვიდა ვიცი 2000 ვიდა ვიცი ვიც ხულოში ძლებს 6 თვე იყო თოვლია კაცო რაღაცა უცნაური მატორები უმუშავებს ამ ხალხს. გამიხარდება ლადო თუ ეს შენი საუბარი ყურად იღეს ამ ჩვენმა ბედნიერმა ჩინოვნიკებმა და ძირეულად შეცვალეს მიდგომა საბაზო საუნივერსიტეტო ინსტიტუტებზე. მე გამიხარდება თუ აი ჯამში სადღაც 200-300 მილიონი არაფერი ფული არა ლადო 200-300 მილიონი რა მართა არაფერი არა გაიგო რა სამედიცინო გაჩნდება ტვინში ის რომ უნივერსიტეტი არის პრიორიტეტი უნივერსიტეტი ზოგადად უბრალოდ ეს ფული მაშინ გაჩნდება მაგრამ დღეს აი 4.300.000 მაქვს კმილები დღესაც იყო ჩემპიონატის ინსტიტუტის დირექტორი საკმაოდ სერიოზული რომელიც ქართოლოგიაში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია და შიშით მოლაპარაკებოდა ამ ინსტიტუტის ყოფნა არ ყოფნის საკითხზე. ასეთი თემები არ უნდა არსებობდეს. არ უნდა მithumedes ეხლა კაცო ბიზნეს პრიორიტეტი იყო განათლება და საწავიდა ეს განათლება სადაიკარგა. მადლობა რომ გესწრებთ დიდი მადლობა დამერწმუნე ლადო კავკასია ყოველთვის ხარში დაუდგება იმედიას რა იდეალებისაც თქვენი ფიქრობ და მუშაობ და მადლობა რომ გესწრებთ. დაგველოდეთ ხალხო ეს საინფორმაციო შემდგომ 100,000 სუბარი გვეყოლება სტუმრად ობენცენტრის სისტემის დირექტორი სამინისტრი. დაგველოდეთ.